If you think for a second, the European Union თუ ერთი წამით მაინც ფიქრობთ, რომ ევროკავშირი საქართველოს აინტერესებს, ცდებით. თუ ფიქრობთ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოს აინტერესებს, ცდებით. თქვენ უბრალოდ ჭადრაკის ფიგურა ხართ რუკაზე, რომელსაც ჩვენ ვამოძრავებთ და იცით რა იმართებათ პაიკებს. ისინი მუდმივად ქრებიან რუკიდან და საქართველოს ამოცანა არ იყო ევროპული ერი ან ამერიკის კარგი მეგობარი გამხდარიყო. თქვენი ამოცანა იყო ქართული პაიკის შეწირვა რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მოგების სანაცვლოდ. part of a greater game that we're playing against Russia. First of all, I'm glad to have you on program. I'm sure a lot of Georgians know you quite well. პირველ რიგში მოხარული ვარ, რომ მონაწილეობთ ჩვენს პროგრამაში. დარწმუნებული ვარ, უამრავი ქართველი, რომელიც დაინტერესებულია მიმდინარე საერთაშორისო კონფლიქტებით, განსაკუთრებით უკრაინის კონფლიქტით, კარგად გიცნობთ და ამიტომ სურს მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამონახეთ დრო ჩვენთან სასაუბრო. პირველი, რაზეც მინდოდა გვესაუბრო, ბოლო ინფორმაციაა პალესტინელებსა და ისრაელს შორის მიღწეული შეთანხმების თაობაზე. ფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტია, თუ რამდენად მართლა არის შესაძლებელი ამ პრობლემის მოგვარება, რამდენად შეიძლება რეალურად დასრულდეს ეს სამხედრო კამპანია პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ ღაზაში. რას ფიქრობთ ამაზე? Campaign against Palestinian people in Gaza. Well, first of all, I think we have to look at პირველ რიგში ვფიქრობ, რომ ამას ფართო პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ. თუ ამ სამშვიდობო გეგმის სხვადასხვა კომპონენტის არს დააკვირდებით და შეადარებთ მათ 7 ოქტომბრის შემდეგ ჰამასის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, მიხვდებით, რომ ეს ჰამასის სამშვიდობო გეგმაა, რომ სწორედ ამას ითხოვდა ჰამასი თავიდანვე. მაშ რატომ ახლა? ჰამასი არანაირ დათმობაზე არ მიდის. ეს ნიშნავს, რომ ჰამასმა ომი მოიგო. ისრაელმა უნდა დაუშვას ისეთი რამ, რასაც მისი თქმით არასდროს დაუშვებდა. მაგალითად, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მაგალითად, ჰამასის პალესტინის მთავრობის ნაწილად ყოფნა. ეს არის აღიარება, რომ ისრაელს არ შეუძლია ამ საკითხის სამხედრო ძალის გამოყენებით გადაჭრა. დონალდ ტრამპის ამ დამსახურებას აღიარება ეკუთვნის. თუმცა ფაქტია, რომ ეს არა ამერიკული დიპლომატიის მიერ ჩამოყალიბებული პირობებია, არამედ ჰამასის მიერ შექმნილი რეალობა. ჰამასმა ამ კონფლიქტის დაწყებისას იცოდა, რომ ისინი ისრაელს ღაზაში ხაფანგში შეიტყუებდნენ, რათა ისრაელს საკუთარი თავი გამოევლინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისრაელი აღმაშფოთებლად მოიქცეოდა, გენოციდს ჩაატარებდა და პალესტინელებს დახოცავდა. ჰამასი დარწმუნებული იყო, რომ სოფლიო როგორც კი ისრაელის რეალურ სახეს დაინახავდა, უარყოფდა ისრაელს და ეს ასეც მოხდა. სოფლიომ ზურგი აქცია ისრაელს. ერები პალესტინის სახელმწიფოს აღიარებენ. საერთაშორისო სასამართლოები სიტყვა გენოციდის გამოყენებით გმობენ ისრაელის მოქმედებებს. ეს ჰამასის უდიდესი წარმატებაა. ეს საშინელ ფასად ხდება, საშინელ ფასად და შეიძლება ხალხმა იკითხოს, ღირდა კი ეს ამათ? არ ვიცი. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ პალესტინელ ხალხს შეუძლია. ხშირად ფიქრობ ისტორიულ გამოცდილებაზე. 1944 წელს, როდესაც ბრიტანელები და ამერიკელები ლა-მანშის გადაკვეთასა და ნორმანდიის კამპანიის დაწყებას ამზადებდნენ საფრანგეთის ნაცისტური გერმანიისგან გასათავისუფლებლად, ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო მეთაურები თავისუფალი საფრანგეთის ძალების მეთაურს, შარ დე გოლს დაუპირისპირდნენ. მათ თქვეს, რომ თუ ნორმანდიაში შევალთ, 60,000-მდე ფრანგი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპება. ეს უბრალოდ ამ წამოწყების ფასია. ჩვენ უნდა დავბომბოთ ქალაქები, ჩვენ უნდა დავბომბოთ რკინიგზა. ჩვენ უნდა ავკრძალოთ მათი გადაადგილება. ეს ბევრი ფრანგის სიცოცხლე შეიწირავს და დე გოლმა ამას ხელი მოაწერა. მან თქვა, დიახ, ეს არის საფრანგეთის გათავისუფლების ერთადერთი გზა და მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო 60,000, თუ არ ვცდები, ამ კამპანიაში 20,000-დან 30,000-მდე ფრანგი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ეს საშინელი რიცხვია. და მას შემდეგ დე გოლს 6 ივნისის წლისთავი არასდროს აღუნიშნავს, რადგან მისი თქმით ფასი უბრალოდ ძალიან მძიმე იყო, ძალიან დიდი ტვირთი იყო მისთვის. მას არ შეეძლო ამის აღნიშვნა, მაგრამ ეს უნდა მომხდარიყო. იცით, ამ შეთანხმების ფარგლებში 1200 პალესტინელი გათავისუფლდება. ადამიანები, რომლებიც ისრაელის ტყვეობაში იმყოფებოდნენ, ადამიანები, რომლებიც გააუპატიურეს, სასტიკად დასაჯეს. ზოგიერთი მათგანი აწლეულების განმავლობაში ციხეში იმყოფებოდა და როდესაც ისინი გათავისუფლდებიან, ისინი დაბრუნდებიან ღაზაში, რომელიც მთლიანად განადგურებულია. ვიღაც იტყვის და ეს სამართლიანი კითხვაა. სად ბრუნდებიან ისინი და ღირდა კი ეს ამათ, თუმცა რეალობა უნდა გაითვალისწინოთ. 7 ოქტომბრამდე ღაზა ღია ცის ქვეშ არსებული საკონცენტრაციო ბანაკი იყო, სადაც პალესტინელები ისრაელელ ოკუპანტებს ტყვედ ჰყავდათ. და ამ შეთანხმების გამო, თუ ის რეალურად განხორციელდება, ეს პალესტინელი პატიმრები ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდებიან პალესტინაში, პალესტინის სამშობლოში, რაც მათ არასდროს ჰქონიათ, არასდროს განუცდიათ. ასე რომ ვფიქრობ, აქ სწორედ ეს ხდება, ეს უპრეცედენტოა, ეს ჰამასის გამარჯვებაა. ეს ამერიკული დიპლომატიის გამარჯვებაა, თუმცა ეს ასევე ისრაელის მხრიდან იმის აღიარებაა, რომ ომი წააგო. ისინი სამხედრო თვალსაზრისით დამარცხდნენ, რადგან ჰამასის დამარცხება ვერ შეძლეს.
ისინი გეოპოლიტიკურათაც დამარცხდნენ, მსოფლიომ ზურგი აქცია მათ. თუმცა ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვანი მარცხი ამერიკული საზოგადოების ნდობის დაკარგვაა. დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ისრაელს აღარ აქვს ამერიკის კონგრესზე ისეთი კონტროლი, როგორიც ადრე ჰქონდა. ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მცირდება. განსაკუთრებით, ისევ დიდებული გავხადოთ ამერიკა მოძრაობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილებს შორის. რადგან ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში მათ გააცნობიერეს, რომ ისევ დიდებული გავხადოთ ამერიკა, აშშ ისრაელის პოლიტიკის თვალსაზრისით ნიშნავს, რომ ისრაელი პირველ ადგილზეა, ამერიკა კი მეორეზე. ბევრმა ამერიკელმა თქვა, რომ არა, ჩვენ ამას არ ვაპირებთ. ისრაელი ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას კარგავდა, სწორედ ამიტომ მოუწია ისრაელს ამ წარეშხამის მიღება და გადაყლაპვა, რადგან მათ არჩევანი არ ჰქონდათ. თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს იმუშავებს. არავინ იცის განსაკუთრებით ისრაელთან ურთიერთობისას, რომელიც წითელ ხაზებს არ ცნობს და ნებისმიერი სისასტიკე შეიძლება ჩაიდინოს, რა შედეგი დადგება. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუმცა დღეს მშვიდობისთვის უფრო დიდი პოტენციალი არსებობს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ამ კონფლიქტის დაწყებიდან. So you said that you hope that it works. თქვენ იმედი გამოთქვით, რომ ეს შეთანხმება იმუშავებს, მაგრამ რა პირობები უნდა ჩამოყალიბდეს ადგილზე და ასევე გლობალურად, რომ ამ შეთანხმებამ მართლაც იმუშაოს? This peace deal work. Well, the main thing is Israel has to stop. თავარი ის არის, რომ ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზის დაბომბვა. ისრაელმა უნდა აღიაროს, რომ სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს, რომ ისრაელელების მიერ პალესტინელების ღაზაში და იმედია მათ შორის დასავლეთ სანაპიროზე მკვლელობის დრო დასრულდა და ჩვენ ამ პრობლემის დიპლომატიური გადაწყვეტა უნდა მოვძებნოთ. დონალდ ტრამპმა ამ გეგმაში უზარმაზარი პოლიტიკური კაპიტალი ჩადო. და ეს გეგმა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ დონალდ ტრამპი მზად იქნება ისრაელის ნებისმიერი დარღვევისთვის პასუხი აგებინოს. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ჰამასაც უნდა დავაკისროთ პასუხისგებლობა ნებისმიერი დარღვევისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. თუმცა ძირითადად ისრაელია, რომელიც არღვევს კანონს. ისრაელია, რომელიც ბომბავს კატარს. ისრაელია, რომელიც გენოციდს ჩადის. ისრაელია, რომელიც ხოცავს პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს. ისრაელია, რომელიც შეერთებულმა შტატებმა უნდა დაიმორჩილოს და ეს დონალდ ტრამპზეა დამოკიდებული. სწორედ აქედან მიიღებს დონალდ ტრამპი დივიდენდს და არა უბრალოდ ამ გარიგებით. ეს შეთანხმება ჰამასის შეთანხმება იყო. ჰამასი მას დათანხმდა. დონალდ ტრამპი ხეირს ისრაელის შეკავებით იპოვის. თუ ისრაელს შეუძლია თავის ვალდებულებების შესრულება, მაშინ ეს შეთანხმება იმუშავებს. თუმცა ისრაელს არასდროს გამოუხატავს რაიმე შეთანხმების შესრულების სურვილი. ისრაელი ყოველთვის ძალიან ეგოისტურად იქცევა და დიპლომატიასთან შედარებით ძალადობას ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ მაქვს იმედი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. თავად ტრამპის შესახებ რას ფიქრობთ? არის ეს მისი კიდევ ერთი ნაბიჯი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მისაღებად? That's up to the Nobel Committee, not me. ეს ნობელის კომიტეტის გადასაწყვეტია და არა ჩემი. იცით, მე პირადად ვფიქრობ, რომ ყველა ვინც ლობირებს, მე სამხედრო კულტურის წარმომადგენელი ვარ. თუ медალი გადმოგცეს, ეს იმიტომ მოხდა, რომ შენი საქმე შეასრულე და შენმა უფროსებმა ან მეთაურებმა დაადგინეს. შენი საქმე იმდენად კარგად შესრულდა, რომ ეს აღიარებას იმსახურებდა. медალს მხოლოდ ვალდებულებების შესრულებისთვის არ იღებ. ამისთვის შენ ანაზღაურებას იღებ. წრფნიან, ხელფას გიხდიან, ქებას არიშურებენ, გაწინაურებენ, მაგრამ ოდესაც медალს გაძლევენ, ეს ნიშნავს, რომ გამორჩეული საქმე გააკეთე. თუმცა ამას ლობირებას არ უწევ. ნებისმიერი სამხედრო ოფიცერი, რომელიც медლის მოპოვებას ითხოვს, უნდა გააძევენ სამხედრო სამსახურიდან. და შესაძლოა, როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა დონალდ ტრამპმა ამ პროტოკოლიდან გაკვეთილი უნდა ისწავლოს. თუ გსურთ ნობელის მშვიდობის პრემია, რამე მოიმოქმედეთ მის დასამსახურებლად. გააკეთე ისეთი დიდი და საოცარი რამ, რაც ნობელის კომიტეტს არჩევანს არ დაუტოვებს. გარდა იმისა, რომ აღიაროს თქვენი მიღწევები. მაგრამ ლობირება გაუწიოს მას, თქვას, მე ვიმსახურებ ნობელის მშვიდობის პრემიას, ეს უადგილოა. That's unbecoming. Okay, so let's კარგით, მოდით შემდეგ საკითხზე გადავინაცვლოთ, რომელიც აჩვენებს თუ მართლაც როგორი წინააღმდეგობრივია ამერიკის საგარეო პოლიტიკა ცალკეულ შემთხვევებში. ვენესუელას შესახებ მინდა გკითხოთ, რადგან ესეც საკმაოდ რთული შემთხვევაა. სულ ახლახან სავარაუდოდ ნარკოტიკები დატვირთული მეორე გემი ჩაძირეს ამერიკელებმა. მეორე მხრივ ბევრს საუბრობენ, რომ რეალურად ამერიკელები ვენესუელას პრეზიდენტის, მადუროს ჩანაცვლებას ცდილობენ. რას ფიქრობთ, რა არის ამერიკის საბოლოო მიზანი, რადგან სულ უფრო მახსენდება ერაყის კამპანია, სადაც სადამ ჰუსეინი დიწილად იმიტომ ჩამოაგდეს, რომ ერაყის ნავთობი გაეკონტროლებინათ. იქნება ახლაც მადუროს ჩანაცვლების ამოცანაც ვენესუელას ნავთობის კონტროლთან არის დაკავშირებული. because of controlling the Venezuela oil. Well, there's
Yes. დიახ, ვფიქრობ, ვენესუელას რომ მთელი ჩვენი ნავთობი არ ჰქონდეს, პრობლემა არ იქნებოდა. მაგრამ სირცხვილი ვენესუელას რომ ამდენი ამერიკული ნავთობია მის მიწაზე და სირცხვილი ერახს რომ ამერიკული ნავთობი მის მიწაზეცაა და ლიბიას რომ ამერიკული ნავთობი მის მიწაზეა და სირიას, რაც არ უნდა იყოს, იქაც არის ამერიკული ნავთობი. ჩვენ ის გარკვეული ხნით მოვიპარეთ. შეხედეთ, ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები არა უბრალოდ ვიქცეოდით როგორც გლობალური ჰეგემონი, არამედ ჩვენ ვართ, ჩვენ ვიყავით უკონკურენტო გლობალური ჰეგემონი მრავალი ათწლეულის განმავლობაში. ამიტომ რაც შეერთებულ შტატებს სურდა, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგადად ის მას აღწევდა. ჩვენ გვინდოდა სადამ ჰუსეინის წასვლა, ის წავიდა. ჩვენ გვინდოდა მუამარ კადაფის წასვლა, ის წავიდა. ჩვენ გვინდოდა ბაშარ ალ-ასადის წასვლა, ის წავიდა. ჩვენ გვინდოდა პანამაში მანუელ ნორიეგას წასვლა, ის წავიდა. ამერიკულ ციხეში გარდაიცვალა. მაგრამ ჩვენ ასევე გვინდოდა ირანული თეოკრატიის წასვლა. ისინი ჯერ კიდევ იქ არიან. ჩვენ გვინდოდა ვლადიმერ პუტინის წასვლა, ის ჯერ კიდევ იქ არის. ასე რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიღებთ იმას, რაც გვინდა. თუმცა ზოგადად თუ თქვენ ხართ ერი, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელოვანი სამხედრო პოტენციალი და შეერთებული შტატები თქვენსკენ მომართავს ამიზნეს, ეს თქვენთვის კარგად არ დასრულდება. ეს არ იძლევა ამერიკის გამარჯვების გარანტიას. შეხედეთ ერახს, შეხედეთ ლიბიას. ლიბია კატასტროფაა. შეხედეთ სირიას, როგორი დამამცირებელია, როცა ხელის ჩამართმევა გიწევს ჯოლანისთვის, ალ-ქაიდას ტერორისტისთვის, რომლის ხელებიც ამერიკელების სისხლით არის გასრული. თუმცა მიზანი ბაშარ ალ-ასადის მოშორება იყო. ვენესუელაში კი ნიკოლას მადუროს მოშორებაა. და მე მჯერა რომ ჩვენ ამ მიზანს მივახცევთ. ეს არ ნიშნავს რომ ამერიკა გაიმარჯვებს. მე მაშფოთებს ის რომ როგორც კი მადუროს მოვიშორებთ, ვენესუელაში გავააქტიურებთ ძალებს, რომლებიც გარკვეული დროით არასტაბილურობას შექმნიან, არა მხოლოდ ვენესუელაში, არამედ რეგიონალურად. შემდეგ კი ლიბიის მსგავს სიტუაციას მივიღებთ, ჩვენს უკანა ეზოში, რაც ყველაზე ნაკლებად სასურველია. სინამდვილეში მონროს დოქტრინა მამოძრავებელი ძალაა. არ ვიცი, იცნობს თუ არა თქვენი აუდიტორია მონროს დოქტრინას, მაგრამ ეს მე-19 საუკუნის კონცეფციაა, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთ ნახევარსფერო ამერიკის ნახევარსფეროა და არც ერთ ევროპულ ძალას, უცხო ძალას არ აქვს უფლება შემოვიდეს და ჩვენს ეზოში ითამაშოს, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია აქ შედეგის განსაზღვრა. დონალდ ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ის მონროს დოქტრინა ორს ახორციელებს. ვენესუელა კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითი იქნება იმისა, თუ როგორ ხორციელდება ის. მე მჯერა, რომ ამ ეტაპზე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მადუროს მეზობლებთან, ვენესუელას შიგნით არსებულ ელემენტებთან. მოგეხსენებათ 5 ოჯახთან, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში მართავდნენ. სახელისუფლებო ელიტები ძალიან პროამერიკულია და ჩვენ ვქმნით პოლიტიკურ ალტერნატივას. ჩვენ მადუროს ეკონომიკურ და პოლიტიკურ დესტაბილიზაციას მოვახდენთ. შემდეგ კი მას მასობრივი განადგურების იარაღის თანამედროვე ექვივალენტით შევღებავთ, რითაც მანამდე სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი შევღებეთ. ეს ნარკოტრაფიკინგია, ჩვენ მადურო ნარკოტრაფიკინგში დავადანაშაულეთ. ჩვენ მისი მთავრობა ნარკოტრაფიკინგის მთავრობად დავასახელეთ. ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში ბრალდება წაუყენეს. ეს კი საშუალებას გვაძლევს თქვათ, რომ ის დამნაშავეა, ის ვენესუელას ლეგიტიმური ლიდერი არ არის. ის არის ამერიკული კანონმდებლობით ბრალდებული დამნაშავე, რომელიც მართლმსაჯულებას თავს არიდებს. ის მართლმსაჯულებას აფარებს თავს. ეს ზუსტად ის სიტყვებია, რაც სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გამოიყენა. და მე მჯერა, რომ ჩვენ დავიწყებთ კოორდინირებულ ძალისხმევას მადუროს მოსაშორებლად ამერიკული სამხედრო ძალისა და ასევე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს საიდუმლო შესაძლებლობების გამოყენებით და საბოლოოდ მადურო ან მოკლული იქნება, ან ქვეყნიდან გაიქცევა, ან ტყვე დაიყვანენ და ამერიკულ ციხეში მოკვდება, ისევე როგორც მანუელ ნორიეგა. Taken prisoner and die in an American prison, just like Manuel Noriega did. So what do you think? Is that kind of the როგორ ფიქრობ, შეიძლება ეს გადაიზარდოს ავღანეთის ან ერაყის მსგავს დაუსრულებელ ომში? არის შეერთებული შტატები მზად ამ სამხედრო კამპანიისთვის? for this kind of military campaign? Yes. We can fight wars. დიახ, ჩვენ შეგვიძლია ომების წარმოება. ჩვენ ყოველთვის არ ვიგებთ ომებს, მაგრამ შეგვიძლია ომში წასვლა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი, ძალიან ქმედითი არმია. ვენესუელას კი არ ყავს, მას არ ყავს ძლიერი არმია. მანუელ ნორიეგამაც პანამაში ბევრი მებრძოლის შეკრება შეძლო. მან პანამელებს იარაღი დაურიგა. შეისწავლეთ, რა მოხდა 1989 წელს, მასობრივი მკვლელობები, რომლებიც ჩვენ ჩავატარეთ ჩვენს წინააღმდეგ აჯანყებულ პანამელთა მიმართ. პანამას სიტის მთელი გარეუბანი მიწასთან გავასწორეთ. ჩვენ უგულოები ვართ. გკითხეთ მოსულის მოქალაქეებს, როგორ იყო, როდესაც შეერთებული შტატები თქვენს ქალაქს ბომბავდა ISIS-ის იქიდან განდევნის მიზნით. ჩვენ გავანადგურეთ ეს ქალაქი. გკითხეთ სირიის ქალაქ რაქას მოქალაქეებს, როგორი იყო, როდესაც ამერიკამ გადაწყვიტა ხალხის გამოსახლება. ჩვენ არ გვეშინია კარაკასის ან ვენესუელის ნებისმიერი ქალაქის განადგურების. ჩვენ საჭირო ინფრასტრუქტურას გავანადგურებთ. ეს ძალიან კარგად გამოგვდის. ეს ძალიან ცუდი რამაა, რასაც ვაკეთებთ. ამით არ ვამაყობ. თუმცა თუ ერთი წამითაც კი დაფიქრდებით, რომ შეერთებული შტატები გეოპოლიტიკური შედეგის მისაღწევად ასობით 1000 მშვიდობიანი მოქალაქის გასანადგურებლად სასიკვდილო ძალის გამოყენებას დააყოვნებს, თქვენ არ იცნობთ შეერთებულ შტატებს. You don't know the United States.
Yeah, but how much does it fits with the და როგორ ჯდება ეს ყველაფერი მშვიდობის მყოფელის იმ იმიჯში, რომელსაც ტრამპი აგებს მისი პიროვნების გარშემო? is it fitted to each other? Logically, no. ლოგიკურად არა. What in that case, what does it mean for the ამ შემთხვევაში როგორ იმოქმედებს ეს თავად ამერიკულ საზოგადოებაზე? ერთი მხრივ ტრამპის მშვიდობის ყოფელის იმიჯი, ის ამბობს, რომ 7 კონფლიქტი დაასრულა, ახლა მერვეს ასრულებს და მეორე მხრივ ახალი ავღანეთი უშუალო სამეზობლოში. Iraq-like war in Venezuela? Venezuela won't be the new Afghanistan. ვენესუელა ახალი ავღანეთი არ იქნება. ავღანეთს სხვა ისტორია ჰქონდა. თქვენ საქმე გაქვთ მთიან რაიონებში მცხოვრებ პუშტუნების ტომებთან, რომლებსაც პაკისტანში ჰქონდათ მხარდაჭერის ბაზა. ვენესუელა ავღანეთი არ არის. იქ ჯუნგლებია, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ ვიბრძოლოთ ჯუნგლებში. საიდან იშოვის ვენესუელა სასიცოცხლო მნიშვნელობის წყაროს? ჩინეთი თვითმფრინავებით იფრენს? არა. რუსეთი საზღვაო ფლოტს გააგზავნის? არა. კუბამ შეიძლება გარკვეული ძალები გააგზავნოს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამის აღკვეთა. ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზღვაო ფლოტი, ამიტომ ვენესუელა იზოლირებული იქნება და ჩვენ ვენესუელის ძალებს ვენესუელელი ხალხის წინააღმდეგ გამოვიყენებთ. შესაძლოა ვერ გავიმარჯვოთ. შესაძლოა ის ლიბიის მსგავსად ჭაობში გადაიზარდოს, თუმცა ლიბია ისეთია, სადაც ლიბიელები ლიბიელებს ებრძვიან. ჩვენ სხვა მარიონეტებიც გვყავს და მარიონეტებსაც გამოვიყენებთ. ჩვენ გამოვიყენებთ კოლუმბიელ მარიონეტებს, ჩვენ გამოვიყენებთ ბრაზილიელ მარიონეტებს. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამ მხრივ ძალიან ჭკვიანია. ასე რომ არგენტინა ყველაფერს გააკეთებს ჩვენთვის, რათა არგენტინული ჯარები ჩართოთ. თუმცა ეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ჩვენ მშვიდობის ყოფილები არ ვართ. ნიკოლას მადუროსთან შეთანხმებაა დასადები, რამაც შეიძლება ვენესუელა ამერიკულ რესურსად აქციოს. ჩვენ შეგვიძლია ეს შეთანხმება დღესვე დავდოთ, თუმცა ეს არ შეესაბამება იმ იმიჯს, რომლის შექმნასაც დონალდ ტრამპი ცდილობს. ძლიერების გზით მშვიდობა მოითხოვს ამერიკული ძალების აღიარებას. ამიტომ ვფიქრობ, ვენესუელაში ძალის დემონსტრირებით მისი ერთ-ერთი მიზანია იმის ჩვენება, რომ ამერიკას ჰყავს სამხედრო ძალები, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი ჩარევა და თვალსაჩინო შედეგების მიღწევა. არ არსებობს გარანტია, რომ ის ამას მიაღწევს. ასევე ვფიქრობ, უნდა გვესმოდეს, რომ ვენესუელა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ახალი გარდამავალი ეტაპის განუყოფელი ნაწილია, რომელიც შეერთებულ შტატებს ევროპისგან, აზიისგან გამოყოფს და ამის ნაცვლად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ციხესიმაგრე ამერიკის დაცვაზე, დასავლეთ ნახევარსფეროზე, როგორც ჩრდილოეთ, ასევე სამხრეთ ამერიკასა და შუალედურ ცენტრალურ ამერიკაზე ჩვენი დომინირების უზრუნველყოფისათვის. ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიული მიზანია ციხე ამერიკის შექმნა. სწორედ ამიტომ ისმის გრენლანდიაზე საუბარი, სწორედ ამიტომ ისმის პანამაზე საუბარი. ეს აუცილებელია შეერთებული შტატებისთვის, რათა უზრუნველყოს ამ ამერიკული ძალაუფლების ბასტიონი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არ არის მიმართულება, რომლითაც ჩვენ მივდივართ. მაგრამ თუ ეძებთ ლოგიკას საკუთარი თავის მშვიდობის ყოფილად წარმოსაჩენასა და ომის ხელშეწყობას შორის, არანაირი ლოგიკა არ არსებობს. There is no logic whatsoever. Finally, what do you think რას ფიქრობთ, ვენესუელას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია? is already Yeah, no, the decisions are დიახ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო დასკვნას, რომელიც როგორც წესი უმკაცრესად საიდუმლო დოკუმენტს წარმოადგენს, რომელსაც ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად აწერს ხელს, რომელსაც ამჟამად სახელმწიფო მდივანი წარმოადგენს. ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა. მსგავსი რამ იყო ჰენრი კისინჯერის, ნიქსონისა და ფორდის დროს. საბოლოოდ კისინჯერს ერთ-ერთი ქუდის მოხსნა მოუწია, რადგან ეს არაკონსტიტუციურია. ეს ასე უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მარკო რუბიოა, რომელიც უკვე დიდი ხანია მადუროს წინააღმდეგ აგრესიით გამოირჩევა. ეჭვი არ მეპარება, რომ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილია დასკვნა, რომლის მიხედვითაც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეცა სრული უფლებამოსილება ჩაატაროს მთელი რიგი ფარული ოპერაციები. და ასევე სამხედროები მზად უნდა იყვნენ ვენესუელელ მოწინააღმდეგესთან უშუალო დაპირისპირებისთვის და მისი განადგურებისთვის. იცით, ჩვენ ავირჩევთ დროსა და ადგილს, როდესაც დარტყმას მოვისურვებთ, მაგრამ როდესაც ამას გავაკეთებთ, ეს გადამწყვეტი იქნება და მე არ მჯერა, რომ ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის თანამდებობას შეინარჩუნებს. Maduro will survive as the president of Venezuela. So let me ask you about another მოდით კიდევ ერთ წინააღმდეგობრივ საკითხს შევეხოთ. ტრამპის პოზიციები უკრაინასთან დაკავშირებით ხშირი ცვალებადობით გამოირჩევა. თავდაპირველად მას რთული დამოკიდებულება ჰქონდა ზელენსკის მიმართ. შემდეგ ის დროდადრო გამოხატავდა იმედგაცრუებას პუტინით. ახლა ის ამბობს, რომ მიღებული აქვს გადაწყვეტილება ტომაჰავკის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით. უბრალოდ ელოდება განმარტებას, როგორ გამოიყენებენ მათ, რაც მას საბოლოოდ გადაწყვეტილებას მიაღებინებს. როგორ ფიქრობთ, მართლაც მზად არის გადასცეს ტომაჰავკის რაკეტები უკრაინას? use the Tomahawk missiles to Ukraine? I don't know. He says he is,
but we have to deal with reality. არ ვიცი, ის ამბობს, რომ ასია, მაგრამ რეალობასთან შეგუება გვიწევს. უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დონალდ ტრამპმა აქ საკუთარი თავი ორმოში ჩაძირა. მან თავიდანვე ხელოვნურად გაბერილი მოლოდინები შექმნა ამ კონფლიქტში საკუთარი შესაძლებლობების შესახებ. მან თქვა, რომ შეეძლო პრობლემის მოგვარება ტელეფონით. დიახ, მას ეს შეეძლო, მაგრამ ეს ზარი ზელენსკისთან უნდა გავხორციელებულიყო და მას ზელენსკისთვის უნდა ეთქვა, რომ ამერიკა გადის ამ კონფლიქტიდან. მაგრამ ეს ტრამპმა არ ისურვა, რადგან მის მრჩეველთა შორის არ არიან ადამიანები, რომლებმაც რამე იციან რუსეთის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც უნდა აღინიშნოს. რუსოფობები, ადამიანები, რომლებსაც სძულთ რუსეთი, რომლებსაც უკვე დიდი ხანია სძულთ რუსეთი, დომინირებენ დონალდ ტრამპის გარშემო არსებულ წრეში. ისინი არ ესწრაფიან მშვიდობას რუსეთთან. ისინი ცდილობენ იმ გეოპოლიტიკური რეალობის განმტკიცებას, რომელშიც ამერიკა ევროპაში დომინანტურ ძალას წარმოადგენს და თუ ჩვენ ევროპას მივატოვებთ, მხოლოდ საკუთარი პირობებით. ყველაზე ნაკლებად, რასაც ეს რუსოფობები დაუშვებენ, არის იმ რეალობის აღქმა, რომ რუსეთი იმარჯვებს უკრაინაში. სწორედ ამიტომ საუბრობენ ისინი გაყინულ კონფლიქტზე. მათ სურთ ჩრდილოეთ კორეის სცენარის შექმნა, რაც რუსეთს აწლულების განმავლობაში დააკავებს, გამოფიტავს მის ძალას, მის ეკონომიკურ სიძლიერეს და ასე შემდეგ. შეასუსტეთ ვლადიმერ პუტინის ძალაუფლება და შეეცადეთ უზრუნველყოთ, რომ ვლადიმერ პუტინის შემცვლელი უფრო ბორის ელცინის მსგავსი იყოს, ვიდრე დიმიტრი მედვედევის. ეს არის საბოლოო მიზანი. დონალდ ტრამპს ეგონა, რომ იცნობდა რუსეთს. ის კვლავ საშინელ რჩევებს იღებს კიტ კელოგისგან, მისი სპეციალური წარმომადგენლისგან უკრაინაში, მარკო რუბიოსგან, რომელიც რუსოფობია, ჯონ რედკლიფისგან, მისი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორიც რუსოფობია, პიტ ჰექსეტიც რუსოფობია. ჯეიდი ვენსი ამბივალენტურია, მაგრამ მოგეხსენებათ მის ხმას სხვები ფარავენ. ტულსი გაბარდი კი სხვა საკითხებზე ორიენტირებული, თუმცა ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ნამდვილად რუსოფობია. ამგვარად ყველა ტრამპს ეუბნება, რომ რუსეთი სუსტია, რომ პუტინის ძალაუფლება ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ჩანს, რომ თუ რუსეთზე გარკვეულ ზეწოლას მოახდენენ, პუტინს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და დათმობებზე წავიდეს. მშვიდობა ეძებოს დონალდ ტრამპისთვის პოლიტიკურად მისაღები პირობებით. მას ეუბნებია, რომ თუ რუსეთთან ურთიერთობას დაიწყებთ, ეს არის მოქმედებათა წყება, რომელიც რუსეთისგან გარანტირებულად გამოიწვევს შესაბამის რეაქციას. მაგრამ რადგან მათ არაფერი იციან რუსეთის შესახებ, არ ესმით როგორ მუშაობს რუსეთი, არ ესმით როგორ მუშაობს ვლადიმერ პუტინი, როგორ მუშაობს რუსეთის მთავრობა, თავიდანვე არასწორად გაიგეს რუსეთი. რუსეთი უკან არიხევს, რუსეთი ახირებულად არიხევს უკან. რუსეთს აქვს გეგმა, მიზანი, ამოცანა და ისინი ერთგულები არიან ამ გეგმისადმი და ნათლად გამოთქვამენ საკუთარ სურვილებს. და ამ გეგმიდან ერთი იოტის ტოლითაც არ გადაუხვევიათ. თუმცა ჩვენ დასავლეთში არ ვიცით როგორ წავიკითხოთ რუსეთი. ამიტომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენები, რადგან ისინი არ ხდება ჩვენთვის სასურველ ვადებში, ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი სუსტია, რუსეთი ვერ იმარჯვებს. შესაბამისად, ეს სისუსტე მას პოლიტიკურ პრობლემებამდე მიიყვანს. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი სუსტი არ არის. რუსეთი იმარჯვებს. უბრალოდ ისინი იმარჯვებენ მათთვის სასურველ ვადაში. ეს შეუთავსებელია იმასთან, თუ როგორ უყურებდა დონალდ ტრამპი პრობლემას. ის იმედგაცრუებული დარჩა და ეს იმედგაცრუება უკრაინასთან დაკავშირებული მისი ქმედებებითაც დასტურდება. ბევრი თვალსაზრისით მისი საქციელი ბავშვის ქცევას გავს, რომელიც გაბრაზებულია და რასაც ვერ მიაღწია, იმას უარყოფს. პირქვე ემხობა, ყვირის და ამსხვრევს, ცდილობს ყველაფერი დაამსხვრიოს. თუმცა ვფიქრობ, ესეც შენიღბაა, რადგან დონალდ ტრამპი სულელი კაცი არ არის. ის უკიდურესად არატრადიციულია, ამაში ეჭვი არ მეპარება. მაგრამ ის რუსეთთან მესამე მსოფლიო ომს არ ეძებს. ის ეძებს პოლიტიკურად უსაფრთხო მექანიზმს ევროპიდან გამოსვლისთვის, არა ევროპასთან განშორებას, რადგან ეს პოლიტიკურად რთული იქნებოდა. არამედ ისეთი პირობების შექმნას, რომ თუ უკრაინა ჩავარდება, მარცხი ევროპის ბრალი იქნება და არა ამერიკის. ხშირად მის ნათქვამს ნომინალურად აღიქვამენ, მაგრამ არ უნდა აღიქვათ როგორც დონალდ ტრამპის ნათქვამი უკრაინასა და რუსეთზე ნომინალურად. მაგალითად, ნიუ-იორკში შეხვედრაზე მან ზელენსკის უთხრა: "შეგიძლია წახვიდე და 1991 წლის საზღვრები დაიბრუნო, მოსკოვამდე მიხვიდე, თუ გინდა. ომი მოიგე, შენ შეგიძლია." ზელენსკიმ გაიღიმა და თქვა: "ვაუ, ამერიკა ახლა ჩემს მხარესაა." მაგრამ შემდეგ მან თქვა: "ჩვენ იარაღს არ მოგაწვდით. ჩვენ ნატოს მივცემთ იარაღის შეძენის უფლებას და ნატო მოიქცეს ისე, როგორც სურს, მაგრამ ჩვენ დავასრულეთ." ეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში პასუხისმგებელმა კაია კალასმა გააცნობიერა. მან აღიარა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინის კონფლიქტში ხელები დაიბანა და ტვირთი ევროპას დააკისრა. ევროპას კი ამის შესრულება არ შეუძლია. ისინი ახლა სასოწარკვეთაში არიან. ახლა კი ტომაჰავკების გადაწყვეტილებამდეც მივედით. სანამ ტომაჰავკების გადაწყვეტილებაზე გადავიდოდეთ, მოდით განვიხილოთ 1-2 წინარე ფაქტორი. პირველ რიგში დონალდ ტრამპის განცხადება, რომ თუ თავდაცვით პოზიციაში ხარ, ომს ვერ მოიგებ. ომის მოსაგებად შეტევაზე უნდა გადახვიდე, უნდა გქონდეს უნარი, უნდა გქონდეს იარაღი, რომელსაც შეუძლია მტრის ტერიტორიაზე სიღრმეში დარტყმა და რომ უკრაინას ეს იარაღი არ აქვს.
ასე რომ პირველი რაც ვნახეთ, იყო კონტრაქტი ეგრეთ წოდებულ ერამზე, გაფართოებული რადიუსის თავდასხმის რაკეტაზე. Wall Street Journal-მა ისაუბრა 3200 ამ ტიპის რაკეტის უკრაინაში გაყიდვის შესახებ და ყველა ფიქრობს, რომ ეს თამაშის წესებს ცვლის. გულისხმობ, რომ 3200 ეს ბევრია, მაგრამ არავინ კითხულობს წვრილ შრიფტს. ჩართული კონტრაქტორებიდან მხოლოდ ერთი კონტრაქტორია ხელმომწერი. ეს არის 34 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი, რომელიც ოქტომბერში ამ თვეში ერთი პროტოტიპის მიწოდებას ითვალისწინებს. ასე რომ 3200 რაკეტა არ არსებობს, ისინი ჯერ არ აწყობილა. ჯერ არც კი არსებობს მათი ასაწყობი ქარხანა, არსებობს ერთი პროტოტიპი რაკეტა, რომელიც შეფასების პროცესშია და როგორც კი ის გავივლის შემოწმებას, დაიწყება შესყიდვები. ააშენებენ ქარხნებს, დაიქირავებენ მუშახელს, შეიძენენ დანადგარებს და დაიწყებენ რაკეტების წარმოებას. როგორც კი წარმოება გაიზრდება, მაქსიმალური წარმადობა წელიწადში 1000 რაკეტას მიაღწევს. ასე რომ იმ შემთხვევაშიც კი დღეს რომ ქარხნები ჰქონოდათ და რაკეტების წარმოება დაეწყოთ, 3200 რაკეტას 3 წლის შემდეგაც კი ვერ მიიღებდით, მაგრამ არ დაუწყიათ და არც აპირებენ. ეს არის რეალობა. ასე რომ სტატიების სათაურები ერთ რამეზე საუბრობენ, რეალობა კი სულ სხვაა. ახლა კი ტომაჰაუკებზე გადავიდეთ. ტრამპი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება შეესაბამება იმას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. სურვილს შეიქმნას აღქმა, რომ უკრაინას ამ ომში გამარჯვებისთვის უნდა შეეძლოს რუსეთზე დარტყმა და მათ ამისთვის იარაღი სჭირდებათ. თუმცა ჩვენ ასევე უნდა შევხედოთ რეალობას. ტრამპს არასდროს უთქვამს, რომ შეერთებული შტატები უკრაინას პირდაპირ მიაწვდის ტომაჰაუკებს. სინამდვილეში მან სრულიად საპირისპირო თქვა. ჩვენ ამ ტომაჰაუკებს ევროპელ შუამავალს, ნატოს მივყიდით და შემდეგ ისინი ამ იარაღს უკრაინას გადასცემენ. ამჟამად ტომაჰაუკს მხოლოდ 2 ევროპული ქვეყანა იყენებს. ერთი დიდი ბრიტანეთია და მათი ტომაჰაუკი ამერიკულის მსგავსი მოწინავე მოდელია, რომელიც იყენებს მოწინავე კრიპტოლოგიას და ამერიკის მიერ მოწოდებულ დაზვერვას, რომელიც არანაირ გარემოებებში არ არის უკრაინაში გადასაცემად განკუთვნილი. მეორე ჰოლანდიურია, მათ მგონი 2018-19 წლებში განაცხადეს, რომ ტომაჰაუკის ყიდვის უფლება მოიგეს. 2023 წელს მათ წარმოადგინეს კონტრაქტი რაკეტების გამოცდის შესახებ. მათ რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ჰოლანდიური გემიდან გაისროლეს და მიმდინარე წლის აპრილში გააფორმეს ეს კონტრაქტები ტომაჰაუკების შესაძენად. ისინი რამდენიმე ასეულ ტომაჰაუკს შეიძენენ, რომელთა მიწოდებაც 2028 წელს მოხდება. 2028 წელს, ანუ 3 წლის შემდეგ. თუ ეს კონტრაქტი იქნება გამოყენებული, მაშინ უკრაინა არ უნდა ელოდოს ტომაჰაუკს 2028 წლამდე. ახლა ტრამპი ამის დაჩქარებაზე საუბრობს. შესაძლოა რამდენიმე მათგანი მაინც მიაწოდონ. მან თქვა, რომ რამდენიმე მათგანი უკრაინაში შესაძლოა ჩაიდანონ. ასე თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც. რამდენიმეს გადმოგვცემენ. შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ თავდაპირველად მათ რუსეთის წინააღმდეგ არ გამოიყენებთ. თქვენ მათ მხოლოდ შიგნით ისვრით, რაც იმას ნიშნავს, რომ რატომ უნდა მისცეთ მათ ტომაჰავკი, ის 1500 მილის მანძილზე მფრენი რაკეტაა და თუ მხოლოდ 200 მილის რადიუსში აპირებთ სროლას, ეს როისა და ძალისხმევის ფუჭად კარგვაა. მაგრამ დაუშვათ, რომ აძლევენ, როგორ იყენებენ ისინი ამას. ნიდერლანდები ყიდულობენ ტომაჰავკებს, რომლებიც საზღვაო ბაზირების სისტემას წარმოადგენს. ისინი მარკ 41 აეგის სისტემიდან ისვრიან. ჩვენ ვიცით, რომ აეგის ნაპირზე გამოტანა შესაძლებელია. ეს რუმინეთში ვნახეთ. ჩვენ ეს პოლონეთშიც ვნახეთ. ორივე მათგან შეუძლია ტომაჰავკის ტიპის რაკეტების გაშვება, თუმცა პოლონური და რუმინული სისტემების სახმელეთო ვერსიების გარდა მხოლოდ 2 აეგის ასაურუს სისტემა არსებობს და შეერთებულ შტატებს ორივე აქვს. ნიდერლანდებს არ აქვთ. საიდან ჩდება ეს სისტემა უკრაინაში? მათ საკუთარი საშენება არ შეუძლიათ, ამიტომ ერთი უნდა მიეწოდოთ. შეერთებული შტატები არ აპირებს თავისი შესაძლებლობების 50%-ის დათმობას, რათა უკრაინელებს ხმელეთიდან გაშვებული ტომაჰავკის სისტემა გაუჩნდეს. რა სისტემას შეიძენენ ისინი? ეს იქნება გამარტივებული სისტემა, რომელსაც არ შეუძლია ამერიკული კრიპტოლოგიის გამოყენება. ამასთან ერთად რუსებს უკვე აქვთ ამერიკის მიერ წარმოებული საუკეთესო ტომაჰავკების ნიმუშები. თუ გახსოვთ, 2017 წელს მე მგონი დონალდ ტრამპმა სირიის ობიექტების წინააღმდეგ 63 ტომაჰავკი ისროლა. მათმა უმეტესობამ ვერ მიაღწია სამიზნეს. ისინი ან ჩამოაგდეს, ან ომის წარმოების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გადაიჭირეს და რამდენიმე მათგანი სირიის ველებზე ხელისუფლებელი ჩამოვარდა. რუსებმა ისინი იპოვეს, დაშალეს და შეისწავლეს. სწორედ ამიტომ იყო ვლადიმერ პუტინი ასეთი თავდაჯერებული, როცა განაცხადა: "ჩვენ ვიცით ეს სისტემა, ის არც ისე კარგია და ჩვენ შეგვიძლია მისი ჩამოგდება." ისინი პანიკაში არ არიან. ამის მიუხედავად უკრაინელები ამ იარაღს ვერ მიიღებენ. ანუ სად არის ეს რაკეტები, როგორ მიაწვდიან მათ უკრაინელებს, როგორ ისვრიან მათ, როგორ მიაქვთ ისინი ფრონტის ხაზზე, ამ კვირაში აღსანიშნავი რამ მოხდა.
არ ამგონია, რომ ზოგიერთს ორჯერ ორის შეჯამება შეეძლოს. რუსებს უკვე დიდი ხანია აკრიტიკებენ. გილბერტ დოქტოროვი დიდი კრიტიკოსია, სხვაებიც ვლადიმერ პუტინს სინამდვილეში სუსტს უწოდებენ. მათ გააანალიზეს გასულ კვირას მისი ვალდაის კლუბში წარმოთქმული გამოსვლა და განაცხადეს, რომ ეს სისუსტის ნიშანი იყო. ეს კაცი სუსტია. ის ტრამპს ბოდიშს უხდის. ის გენერალურ შტაბთან კავშირს კარგავს. შესაძლოა გადატრიალება მოხდეს. რუსეთი გადატრიალების რისკის ქვეშაა. მე ვფიქრობ, რომ ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ 80%-იანი მხარდაჭერის მქონე ლიდერი გადატრიალების გზით ჩამოეგდოთ. ვლადიმერ პუტინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტია, ვინც კი რუსებს ყოლიათ. თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ თქვენ არ გესმით, როგორ ფიქრობენ რუსები. ომის დასაწყისში ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, რუსების მიმართ კრიტიკულად ვიყავით განწყობილნი. სანამ რუსეთის ქუდს დავიხურავდი და ვიტყოდი, რომ შესაძლოა ამ საკითხს სხვანაირად უნდა შევხედოთ. მაგალითად, რატომ მისცა რუსეთმა ნატოს უკრაინაში ამდენი იარაღის შეტანის უფლება და არა აფეთქა მატარებლები, არა აფეთქა ხიდები, არა აფეთქა გვირაბები, რატომ დაუშვეს ეს? იმიტომ რომ თუ ისინი ამ ყველაფერს ააფეთქებდნენ, მაშინ ხარდაჭერის ლოჯისტიკური ბაზა ნატოს ქვეყნებში შეიქმნებოდა და მათი დაბომბვა ნატოსთან ომის გარეშე შეუძლებელია. ამით საქმეს ირთულებთ. თუმცა იმით, რომ ნატომ დასავლეთ უკრაინაში უსაფრთხო თავშესაფარი მოაწყო და უკრაინელები ისე იქცეოდნენ, თითქოს მათ ყოველგვარი შედეგების გარეშე შეეძლოთ მოქმედება, არა მხოლოდ $100 მილიარდი სამხედრო აღჭურვილობა გავიდა ნატოდან უკრაინაში, არამედ მათ უკრაინაში ამ იარაღის მისაღებად ობიექტები ააშენეს. მათ ააშენეს ქარხნები ამ იარაღის დასამზადებლად. გასულ კვირას კი რუსეთმა მათი განადგურება დაიწყო. აღმოჩნდა, რომ თავდაცვა არ არსებობს. რუსეთმა პეტრიოტების პრობლემა გადაჭრა 6%-იანი გადაჭერის მაჩვენებლით. ასევე უკრაინაში ნატოს მიერ აშენებული ყველა ქარხანა განადგურებულია და ყველა საწყობი, სადაც ეს იარაღი ინახებოდა, განადგურებულია. ახლა მათ გადამზიდ მატარებლებსაც უტევენ. რუსეთი დაელოდა, სანამ ნატო სრულად არ დაეყნო დასავლეთ უკრაინის სტრატეგიას და შემდეგ გაანადგურა იგი. ახლა არანაირი გეგმა B არ არსებობს. საწავლენ ეს ტომაჰავკები, მათ ვერ შეიტანენ დასავლეთ უკრაინაში, რადგან გაანადგურებენ. გულისხმობ, რომ რუსები ყველაფერს არ პასუხობენ. ამიტომ ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ტომაჰავკებზე რუსეთის ზეწოლის მიზნით საუბრობს. თუმცა არ მჯერა, რომ ტომაჰავკები ოდესმე რეალობაში იქნება გამოყენებული. არ ამგონია, რომ ეს მოხდეს. ამ ეტაპზე რუსეთი ბრძოლის ველს სრულად აკონტროლებს. უკრაინის არმია უკან იხევს. ისინი უკრაინულ ჯარისკაცებს ხოცავენ. ისინი უკრაინის ეკონომიკას ანადგურებენ. და ტომაჰავკით მგონია დონალდ ტრამპი უბრალოდ რიტორიკულად ფსონს ამაღლებს, როგორც ეს ერამთან დაკავშირებით გააკეთა, როგორც ეს სხვა შემთხვევაშიც გაუკეთებია. მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსეთის მიერ შექმნილი მოცემულობა დონალდ ტრამპის ტვინის ფანტაზიას სჯობნის. So, but yes, and again, there is another contradictory issue regarding კიდევ ერთი წინააღმდეგობრივი საკითხია ეგრეთ წოდებული სტარტის ხელშეკრულება, რომლის გაგრძელებასაც ტრამპმა კარგი იდეა უწოდა. რამდენად მოდის ეს ორი საკითხი ერთმანეთთან თანხვედრაში? ერთი მხრივ ტომაჰავკის რაკეტების გადაცემის იდეა და მეორე მხრივ ახალი სტარტის ხელშეკრულების გაგრძელების შესაძლებლობა. what really START treaty means between in relations of the US and Russia. Well, I mean, this is ეს ძალიან რთული საკითხია. ამაზე სადოქტორო დისერტაციის დაწერა შეიძლება. ვეცდები თქვენი აუდიტორია არ მოვაწყინოთ, თუმცა ფაქტია, რომ 2010 წელს ხელმოწერილი ახალი სტარტის ხელშეკრულება წარმოებულია სტარტის, სტარტი 2-ის და სტარტის 3-ის და შემდეგ კიდევ ერთი შუალედური ხელშეკრულების, სორტის სულისკვეთებიდან. ჩვენ სტრატეგიული შეიარაღების შემცირებას უკვე გარკვეული პერიოდია ვახორციელებთ ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული და ახალი სტარტი ამის უახლოესი გამოვლინებაა. ის ზღუდავს როგორც შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის ბაზირებულ სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს. თითოეულ ქვეყანაში 1550 სისტემამდე და ამან იმუშავა, როდესაც ახალი სტარტი 2010 წელს გაფორმდა. ამერიკის წყნარ ოკეანეში ტაივანის აგრესიული მხარდაჭერის პოზიცია ზრდის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის პოტენციური კონფლიქტის შესაძლებლობას. ყველა გათვლით ჩვენ შეერთებული შტატები ტაივანის გამო ჩინეთთან პოტენციურ კონვენციურ კონფლიქტში მარცხდებით, რაც საბოლოოდ ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას განსაზღვრავს. ჩინელებიც ამას ითვალისწინებენ და დაიწყეს საკუთარი ბირთვული ძალების მოდერნიზაცია, ახალი იარაღის შექმნა, რაოდენობის გაზრდა, რათა გადარჩენა შესაძლებელი გაეხადათ. გასულ წელს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა ბირთვული იარაღის გამოყენების ახალი სახელმძღვანელო დოკუმენტი, სრულიად საიდუმლო დოკუმენტი. თუმცა მაშინ ნათქვამია, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ბირთვული იარაღის მიზნობრივი რეგულირების კონფიგურაცია. ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ რუსების წინააღმდეგ მოქმედება. ჩინეთი ჩვენი სამიზნეა, თუმცა 1550-თან დაკავშირებით პრობლემები გვაქვს, რადგან ახლა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს პარიტეტი აქვთ. როგორ შევაკავოთ ერთი მხრივ რუსეთი და გქონდეს ომის მოგების ბირთვული პოტენციალი რუსეთის წინააღმდეგ და ამასთან ერთად გავუმკლავდეთ ჩინეთს?
ამიტომ მათ ჩინეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული პირველი დარტყმის პოლიტიკა შეიმუშავეს. ამან ჩინელების რეაქცია გამოიწვია, მათაც შეცვალეს საკუთარი ბირთვული დოქტრინა. ადრე ეს იყო გარანტირებული შურისძიების იდეა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი ძალა მცირერიცხოვანი, მაგრამ გადარჩენადი იყო. და თუ დარტყმას მიაყენებდნენ, მათ გარანტირებული შურისძიების შესაძლებლობა ჰქონდათ. მაგრამ ახლა ბაიდენის მმართველობის დროს ჩვენ პრევენციული დარტყმა განსაზღვრეთ, რათა ეს გარანტირებული შურისძიება გაგვენეიტრალებინა. ამგვარად ჩინელებმა საკუთარი ძალების მოდერნიზაციისას გაფრთხილების საფუძველზე რაკეტის გაშვების აუცილებლობა განსაზღვრეს. ეს ნიშნავს, რომ თუ ისინი გაშვებას დააფიქსირებენ, არ დაელოდებიან მის დარტყმას. საპასუხოდ მთელ რიგ ბირთვულ პოტენციალს აამოქმედებენ, რაც ძალიან სახიფათო პოზიციაა. ამასობაში ისინი აძლიერებენ თავიანთ ბირთვულ არსენალს. დღეს მათ ბირთვული ქობინების რაოდენობა 300-დან 600-მდე გაზარდეს. 2030 წლისთვის საუბრობენ, რომ მათი რიცხვი 1500-მდე გაიზრდება. ახლა თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ხართ და ნიუსტარტის მიხედვით მათი რიცხვი 1550-მდე შეზღუდული. რუსებისთვის ეს რიცხვი ასევე 1550-ია. ჩინელებისთვის კი 1500-მდე იზრდება. ამ ფონზე კვლავაც კარგი ხელშეკრულებაა ახალი სტარტი შტატებისთვის? პასუხია არა. ამიტომ შეერთებული შტატების მხრიდან არსებობს მისწრაფება, რომ ამ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდეს, რათა ერთ დღეში შევძლოთ მათი პოტენციალის გაზრდა. როგორც მესმის, მაგალითად Minuteman 3-ის რაკეტა, რომელიც ჩვენი სახმელეთო შეკავების ქვაკუთხედია, თავდაპირველად შექმნილი იყო 3 დამოუკიდებლად დამიზნებადი ბირთვული ქობინის გადასატანად. მაგრამ ხელშეკრულების შეზღუდვის გამო ჩვენ ისინი ერთ ქობინაზე გადავაწყვეთ. ამგვარად 450 კილოტონიანი სისტემა უდრის 450 კილოტონას. თუ ახალი სტარტი გაუქმდება, ჩვენ ერთ დღეში თითოეულ რაკეტაზე 3 ქობინს დავამონტაჟებთ. ეს ნიშნავს, რომ 450-დან ერთ დღეში 1350-მდე გავზრდით. იგივე ეხება ჩვენს ტრიდენტის რაკეტებს, ჩვენს ოჰაიოს კლასის წყალქვეშა ნავებში. ჩვენ ამოვიღეთ გამოყენებიდან სილოსები და გამშვები მილები, მაგრამ არ გაგვინადგურებია ისინი. მათი დაუყენებლივ გამოყენება შეიძლება. ტრიდენტის რაკეტების გამოყენება შეიძლება. ჩვენ შეგვიძლია გავზარდოთ რაკეტების რაოდენობა თითოეულ წყალქვეშა ნავზე. Minuteman-ის მსგავსად ტრიდენტის ქობინებიც შემცირდა. რაოდენობა გასაიდუმლოებულია, ამიტომ ვარაუდის გამოთქმას არც კი ვაპირებ, მაგრამ ჩვენ საუბრობთ შესაძლებლობების 40%-ით გაზრდაზე, რაც ქობინების რაოდენობასაც გაზრდის. ამგვარად ნიუსტარტის ვადის გასვლიდან რამდენიმე კვირაში ჩვენ გავაოთხმაგებთ ან გავახუთმაგებთ ბაზირებული ბირთვული ქობინების რაოდენობას. არიან ამერიკელები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კარგია. ეს ამერიკას მიიყვანს საჭირო მოცემულობამდე, რათა ერთდროულად ვიზრუნოთ ჩინეთსა და რუსეთზე. თუმცა არიან სხვებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შეიარაღების რბოლას გახსნის, რომელშიც ჩვენ ვერ მოვიგებთ. ფაქტია, რომ ჩვენ უკვე წავაგეთ შეიარაღების რბოლა, როდესაც ჩვენ გამოვედით ანტიბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულებიდან. 1972 წლის ფუნდამენტური შეთანხმებიდან, რომელმაც შექმნა ურთიერთგარანტირებული განადგურების კონცეფცია, რაც ნიშნავდა ბირთვული ომის პრევენციას, რადგან ბირთვულ ომში გამარჯვება შეუძლებელია. მაგრამ ახლა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვით ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ავაშენოთ დაცვა მოწინააღმდეგის რაკეტებისგან, რაც ჩვენს რაკეტებს გადარჩენის საშუალებას მისცემს. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ბირთვული ომის მოგება, ამიტომ ჩვენ გამოვედით ანტიბალისტიკური რაკეტების ხელშეკრულებიდან. რუსებმა გაგვაფრთხილეს, მათ გითხრეს, ნუ გააკეთებთ ამას. ეს დესტაბილიზაციას იწვევს. თუ თქვენ ახალი ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ფარის განთავსებას დაიწყებთ, ჩვენ რეაგირება მოგვიწევს და მათ ეს გააკეთეს. დღეს რუსეთს სრულიად ახალი ბირთვული მიწოდების სისტემები აქვს. ახალი სარმატის რაკეტა, მძიმე საკონტინენტაშორისო ბალისტიკური რაკეტაა. ის ჩვენზე ჩრდილოეთ პოლუსიდან არ მოდის, სადაც ჩვენი ყველა ადრეული გაფრთხილების თანამგზავრია. ის ჩვენკენ სამხრეთ პოლუსიდან მოდის, სადაც არაფერი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ისინი მას გაუშვებენ, ის მიზანს მიაღწევს. ჩვენ ამას ვერ გავიგებთ და ვერაფერს გავაკეთებთ მის შესაჩერებლად. მათ აქვთ იარს რაკეტა და ტოპოლემი, რომლებსაც აქვთ ახალი ჰიპერბგერითი ქობინები, ავანგარდი, რომლის ჩამოგდება შეუძლებელია. ახლა მათ აქვთ ორეშნიკი, რადგან ჩვენ გამოვედით საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულებიდან. მათ აქვთ ახალი ისკანდერ S-ი, 1000 მილის რადიუსის ისკანდერი, რადგან ჩვენ გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან. შედეგად მათ აქვთ ახალი წყალქვეშა ნავები, ახალი წყალქვეშა რაკეტები და ახალი დიზაინის ქობინები. მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია. შეერთებულ შტატებში ვსაუბრობდით ჩვენი Minuteman 3-ის ახალი რაკეტის ჩანაცვლებაზე, სახელწოდებით Sentinel, მაგრამ მისი აწყობა არ შეგვიძლია, ის ძალიან ძვირია. ჩვენ შევწყვიტეთ მისი შემუშავება, რადგან კონგრესმა უარი განაცხადა მის დაფინანსებაზე. ანუ თავდაპირველად 10 წლის განმავლობაში 400 მილიარდ დოლარზე იყო საუბარი. მე გადავხედე სისტემას. ჩვენი თავდაცვის ინდუსტრიის შესახებ ჩემი ცოდის საფუძველზე და ვთქვი, რომ ეს ტრილიონ დოლარიანი სისტემაა და ის არასდროს იმუშავებს და ასეც მოხდა. ის ძალიან ძვირადღირებულ სისტემად იქცა, რომელიც არ იმუშავებდა. ამიტომ კონგრესმა ის გააუქმა და ახლა ჩვენ ვაპირებთ ჩვენი
მინუტმენ 3 სისტემის მოდერნიზებას, რათა მისი სიცოცხლის უნარიანობა 2050 წლამდე გავზარდოთ. რაკეტა უკვე უფრო ძველია, ვიდრე ის მამაკაცები და ქალები, რომლებიც მის გასაშვებად იყვნენ გამოძახებულნი და მალე ის მათ ბებია-ბაბუებზეც უფრო ძველი იქნება. ეს არის ამერიკული სისტემის რეალობა. ჩვენ არ გვსურს ბირთვულ შეიარაღების რბოლაში ჩავერთოთ არც რუსეთის და არც ჩინეთის წინააღმდეგ, რომლებიც დღეს თანამედროვე მოქმედ რაკეტებს ქმნიან. ჩინური DF-41 მყარი საწვავის მქონე მოწინავე რაკეტაა, რომელიც დასავლეთ ჩინეთში, სილოსებში იყრის თავს. ჩვენ ამის წინააღმდეგ თავდაცვის საშუალება არ გვაქვს. ისინი ამუშავებენ უფრო მოწინავე ვერსიებს, DF-71-ს, რომელიც ჰიპერბგერითი ქობინებით იქნება აღჭურვილი, რომელთაგანაც თავის დაცვა არ შეგვიძლია. თუ ჩვენ გვსურს შეიარაღების რბოლაში ჩავერთოთ და ჩვენს რაკეტებზე შეზღუდვებს მოვხსნით, შეზღუდვები ყველა დანარჩენზეც მოიხსნება და შეიარაღების რბოლის აფეთქებას ვიხილავთ, სადაც არამხოლოდ რაოდენობრივ უპირატესობას ვერ მივიღებთ, არამედ ხარისხობრივადაც ყველაფერს ჩამოუვარდებით, რაც რუსებსა და ჩინელებს აქვთ. იმედია ვიღაცამ ეს დონალდ ტრამპს ყურში ჩასჩურჩულა. ორჯერ როდესაც მას ახალი სტარტის შესახებ ჰკითხეს, ერთხელ ივლისში და ერთხელ ახლახანს, პირველად მან თქვა, ჩვენ არ შეგვიძლია დაუშვათ, რომ ამ ხელშეკრულების ვადა ამოიწუროს. ის იწურება, მაგრამ როდესაც ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებებისთვის დროის მოსაგებად ლიმიტების ერთწლიანი მორატორიუმი შესთავაზა, ტრამპმა თქვა, რომ კარგი იდეაა, როგორც ჩანს, კარგი იდეაა. მაგრამ როგორ აპირებს ის მოლაპარაკებების წარმოებას, დონალდ ტრამპმა 25 ივლისს განაცხადა, რომ არ შეიძლება ხელშეკრულების ვადის გასვლა. თუმცა 19 ივლისს მან მარკო რუბიოს სახელმწიფო დეპარტამენტიდან 1300 თანამშრომელი გაათავისუფლა. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსეთის ექსპერტებთან, იარაღის კონტროლის ექსპერტებთან, ყველა გაათავისუფლეს. ისინი წავიდნენ და პასუხისმგებელ უწყებებს იარაღის კონტროლი აღარ აქვთ პრიორიტეტად. სინამდვილეში უწყებას, რომელიც იარაღის კონტროლს ახორციელებდა, ახლა ორი სხვა სამუშაო აქვს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოა და ნარკოტიკებთან ბრძოლა, რაც ვენესუელას გულისხმობს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ფიქრობთ, რომ შეიარაღების კონტროლი ნომერ პირველი პრიორიტეტია? არა. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში ამჟამად არავინ მუშაობს შეიარაღების კონტროლზე. რუსეთის ელჩმა გაეროში ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაერო ჩაერთოს განიარაღების პროცესში, სადაც ვაკუუმია. შეერთებული შტატები ამაზე არც კი საუბრობს. წარსულში ისინი ამას ჩურჩულით მაინც ამბობდნენ. ჩინელებმა და ამერიკელებმა გასულ წელს შეწყვიტეს შეიარაღების კონტროლის შესახებ მოლაპარაკებები და ისინი ჯერ არ განუახლებიათ, რადგან არავინ არის, ვინც მათ განაახლებს. ყველა სამსახურიდან გავათავისუფლეთ. მე იარაღის კონტროლის ძველი სპეციალისტი ვარ. ამით ვირჩენდი თავს. ვიტყვი, რომ როდესაც ეს სამსახური 1987-88 წლებში დავიწყე, მოგეხსენებათ, შეიარაღების კონტროლი თეორიული იყო. საშუალო სიმძლავრის ბირთვული ძალების ხელშეკრულება იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ის რეალური და პრაქტიკული გახდა. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, ვინც დაწერა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა განხორციელდეს შეიარაღების კონტროლი ადგილზე შემოწმების გამოყენებით და ბევრი სხვა რამ. ეს რთული სამუშაოა. ადამიანები, რომლებმაც 1980-იან და 1990-იან წლებში მსოფლიოს ბირთვული იარაღისგან გადარჩენაში დაეხმარნენ, ჩემი პროფესიის ხალხი. მაშინ მე ახალგაზრდა ვიყავი, დაახლოებით 29-30 წლის, როცა ამ საქმეს ვაკეთებდი. ეს ადამიანები აღარ არიან. პოლ ნიცო, ადამიანი, რომელიც საშუალო მანძილის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოლაპარაკებას აწარმოებდა, გარდაიცვალა. ჯეკ მეტლოკი, ელჩი საბჭოთა კავშირში, 90 წელს გადაცილებულია. ჩემი უფროსები, პოლკოვნიკები, რომლებიც ჩემი მეთაურები იყვნენ რუსეთის მიმართულებაზე, ისინი გარდაიცვალნენ და არავინაა მათი შემცვლელი. ჩვენ არ ვამზადებთ შეიარაღების კონტროლის სპეციალისტების ახალ თაობას, ასე რომ მაშინაც კი თუ პრეზიდენტს სურს ამ ერთწლიანი მორატორიუმით ისარგებლოს, ის ამას ვერ გააკეთებს. მაგრამ თქვათ, დაუშვათ, რომ ჩვენ ვიპოვეთ შეიარაღების კონტროლის სპეციალისტები და პრეზიდენტმა თქვა, კარგი, ეს საკითხი უნდა გადავარჩინოთ. ახალ ხელშეკრულებაზე უნდა მოვილაპარაკოთ. რას იზამთ ტომაჰავკის რაკეტებთან დაკავშირებით? იმიტომ რომ რუსეთის პოზიცია, თუ უკრაინას ტომაჰავკის რაკეტებს მისცემთ, ყველაფერი დამთავრდება. რაც შეეხება ოქროს გუმბათს, რაკეტ საწინააღმდეგო თავდაცვით ფარს. რუსებმა განაცხადეს, რომ არ შეიძლება გქონდეთ ოქროს გუმბათი და პარალელურად ახალ სტარტზე ისაუბრო. თუ ოქროს გუმბათს დანერგავ, ახალი სტარტი გაუქმდება და ჩვენ კიდევ უფრო მეტ რაკეტას ვაწარმოებთ. დონალდ ტრამპმა ტომაჰავკის საკითხი ჯერ არ დააკმაყოფილა. ოქროს გუმბათზე კი მათ ახლახანს 150 მილიარდი დოლარის კონტრაქტი გააფორმეს. კარგი ამბავი ისაა, რომ როგორც უკვე ვთქვი, ყოველთვის დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, სათაურებს მიღმა. კონტრაქტი 10 წლიანია და ის არ განსაზღვრავს ვალდებულებებს. სიტყვასიტყვით წაიკითხეთ კონტრაქტი. არაფრის აშენება არ გჭირდებათ, არაფრის მიწოდება არ გჭირდებათ. უბრალოდ დაფიქრდით. 10 წლის განმავლობაში წელიწადში 15 მილიარდი დოლარი. 10 წლის ბოლოს კი, როგორც ჩანს, მათ საბოლოო პროდუქტი უნდა წარმოადგინონ. მაგრამ თუ ამას არ გააკეთებენ, არანაირი შედეგი არ მოხვება.
ეს სისულელია. ეს სიტყვასიტყვით თაღლითობაა. ეს დანაშაულია. ასე რომ ოქროს გუმბათის სისტემა არ იარსებებს. ეს კარგი ამბავია, რადგან ამ შემთხვევაში ის შეიარაღების კონტროლს არ დაარღვევს. მაგრამ ტრამპს სჭირდება, რომ მისი სიტყვები რეალობას შეესაბამებოდეს. მან რუსებს უნდა უთხრას: მე უკრაინაში ტომაჰავკებს არ ვგზავნი, რადგან ეს დესტაბილიზაციას იწვევს და მე არ ვაპირებ ოქროს გუმბათის აშენებას, რადგან ესეც დესტაბილიზაციას იწვევს. მინდა ყურადღება შეიარაღების კონტროლის აქტუალობის ხელახლა გაზრდაზე გავამახვილო. მინდა ახალი სტარტის ხელშეკრულების გადარჩენაზე გავამახვილო ყურადღება. მე ძალიან მეშინია, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ იქნეს გაშვებული და მსოფლიო ბირთვული შეიარაღების რბოლაში აღმოჩნდეს. საქართველოს მოქალაქეებს კი უბრალოდ რომ გესმოდეთ, ეს რას ნიშნავს? თქვენ დაიხოცებით ისე რომ რაიმე პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობაც არ გექნებათ. არავინ მკითხავთ, რას ფიქრობთ ამაზე. მაგრამ მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თუ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ბირთვული ომი დაიწყება, ყველა დაიღუპება. არავინ გადარჩება, ამიტომ ამას მნიშვნელობა აქვს. და ყველა იმ ადამიანს, ვისაც რუსეთი სძულს, მინდა უთხრა, რუსეთი ახლა თქვენი საუკეთესო მეგობარია. შესაძლოა თქვენ ვლადიმერ პუტინს უნდა დაურეკოთ და უთხრათ, რომ ქართული პერსპექტივიდან თუ ის გაინტერესებთ, ჩვენ მოგწონს ეს ხელშეკრულება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს კარგი ხელშეკრულებაა. და თუ გნებავთ შეერთებულ შტატებში შეგიძლიათ დარეკა და თქვა: ჰეი, ჩვენ საქართველოსდან ვართ, გახსოვთ, მეგობარი ახტი? თქვენ თავს ჩვენ მეგობრად წარმოაჩენთ. რატომ არ ხართ ჩვენი მეგობრები და არ ერთვებით რუსეთთან ბირთვული შეიარაღების კონტროლში? იმიტომ რომ თუ საქმე ცუდად წავა, ყველანი დავიხოცებით და არ გვინდა სიკვდილი. ეს არის რეალობა საქართველოსთვის. This is the reality for Georgia. Let me ask you about Georgia for our summarizing. ნება მომეცით საქართველოს თემასაც შევეხოთ. პირველ რიგში დიდი მადლობა იმ თემების განხილვისთვის, რასაც უკვე შეეხეთ. ვისურვებდით ცალკეულ მათგანზე კიდევ გვესაუბრა, მაგრამ საქართველოსეც მინდა თქვენთან საუბარი. როგორც ალბათ იცით, ჩვენ ცოტა ხნის წინ გქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ასევე პარალელურად, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალებისა. განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვნად დაიძაბა. დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე მნიშვნელოვან ზეწოლას ახორციელებს. როგორ ფიქრობთ, რა არის ამ ზეწოლის მიზანი? ჩვენ ვხედავთ, რომ იქ ცდილობენ შეცვალონ საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ რადგან ამ ცვლილების უკან? რა აზრიდებს? Reason behind this aim. What is your thoughts about that? I got to be careful how I ამ პასუხის დროს ფრთხილად უნდა ვიყო, რადგან ჩემი მეუღლე ქართველია და ჩვენი ოჯახი ქართულად საუბრობს. ჩემი ორივე ქალიშვილი ქართულად საუბრობს. ჩემი ცოლის ოჯახი, მისი მშობლები ჩვენთან მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და ჩემი შვილებიც გაზარდეს. ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა კი 2 წელიწადნახევარი გაატარა საქართველოში, როგორც მშვიდობის კორპუსის წევრი და საქართველოს ჩემი ოჯახის გულშია. ჩვენ ყოველდღე ვფიქრობთ საქართველოზე და არ მინდა ვინმე გავაბრაზო, რადგან მე მიყვარს საქართველო, მიყვარს ქართული ხალხი, მაგრამ სწორედ აქედან მინდა დავიწყო, როდესაც საქართველოს უყურებ. ვხედავ ერს, რომელიც სავსეა მრავალფეროვანი ქართველი ხალხით. ანუ გვყავს მეგრელები და კახელები, გვყავს აფხაზები, ოსები, გვყავს სვანები, ეს მშვენიერია. ხალხის ეს შესანიშნავი ნაზავი, რომელიც ქმნის ქართულ კულტურას, ისეც როგორიც ის არის. ანუ არ შეიძლება უბრალოდ ხაჭაპური მიირთვა, შეგიძლია მიირთვა მეგრული ხაჭაპური ან აჭარული ხაჭაპური. ანუ საქართველოს შესანიშნავი ადგილია. ხინკლის სწორად მირთმევის წესი ძალიან მნიშვნელოვანია და აქ ზედაპირულად არ ვლაპარაკობ. მე იმის თქმა მინდა, რომ საქართველო დასახლებულია ადამიანებით, ქართველებით, რომლებსაც უყვართ თავიანთი ქვეყანა და თუ საქართველოზე გეოპოლიტიკური გაგებით ისაუბრებთ და ამ რეალობით არ დაიწყებთ, მაშინ საქართველო უბრალოდ ჭადრაკის ფიგურად იქცევა გიგანტურ საჭადრაკო დაფაზე და ვინც მას აამოძრავებს, მას არ აინტერესებს ქართველი ხალხი. მე საქართველოს ისტორიას ვსწავლობდი. სინამდვილეში მე საკმაოდ ინტენსიურად შევისწავლე საქართველოს ისტორია, თითქმის ისევე როგორც რუსეთის ისტორია, რომელიც ჩემი სპეციალობაა. ვფიქრობ, ქართველებმა ძალიან რთული პერიოდი გაიარეს. საბჭოთა საქართველოსთან თანამედროვე საქართველოს რესპუბლიკაზე გადასვლა ადვილი არ იყო. ჩვენ ვიცით, რომ საქართველომ იმ პერიოდიდან მოყოლებული კონფლიქტების გამო ორი ტერიტორია დაკარგა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. და ვიცით, რომ ეკონომიკური სირთულეებიც იყო. ბევრ ამერიკელს არ ესმის სამოქალაქო ომი, რომელიც გამსახურდიას და შევარდნაძეს შორის არსებობდა. არ ამგონია, ბევრი ქართველი აცნობიერებდეს, რომ შევარდნაძის მიერ ამ ომში გამარჯვების ერთადერთი მიზეზი ის იყო, რომ რუსებმა ჯარი გადმოსხეს ფოთში და საქართველოს სახელით იბრძოდნენ გამსახურდიას და ამბოხებულების დასამარცხებლად. ხალხს არ სურს იმ სირთულეებზე საუბარი, რომ გამსახურდია ჩეჩნეთში გაიქცა და დუდაევის მეგობარი იყო, ჯერ კიდევ სანამ შამილ ბასაევი ჩეჩნებს გაგრაში საბრძოლველად ჩამოიყვანდა და ასე შემდეგ. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ იმ
დროს ქართველებმა არ იცოდნენ რა იყო საქართველო. მათ შეწყვიტეს საქართველოს სიყვარული და დამოკიდებული გახდნენ იმ წარმოდგენაზე, რომ საქართველო ევროპული ერია და ამიტომ სურდათ, რომ საქართველო ევროპული ყოფილიყო. მათ სურდათ, რომ საქართველო პროამერიკული ყოფილიყო და შესაბამისად ეს ნიშნავდა, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანებულიყო. ამიტომ მათ ნატოს წევრობისა და ევროკავშირში წევრობის კონცეფციები გაიაზრეს და სწორედ ეს განსაზღვრავდა საქართველოს. საქართველო ევროპული ერია, საქართველო ევროკავშირის ნაწილია, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ რა ხდება იქ. საქართველო ახლა ევროპული გახდა და არა ქართული. ქართველმა დაივიწყეს როგორია იყო ქართველი, რას ნიშნავს იყო ქართველი და სული მიყიდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც საქართველო არ აინტერესებთ. თუ ერთი წამით მაინც ფიქრობთ, რომ ევროკავშირს საქართველო აინტერესებს, ცდებით. თუ ფიქრობთ, რომ შეერთებულ შტატებს საქართველო აინტერესებს, ცდებით. თქვენ უბრალოდ ჭადრაკის ფიგურა ხართ რუკაზე, რომელსაც ჩვენ ვამოძრავებთ და იცით რა იმართებათ პაიკებს. ისინი მუდმივად ქრებიან რუკიდან და საქართველოს ამოცანა არ იყო ევროპული ერი ან ამერიკის კარგი მეგობარი გამხდარიყო. თქვენი ამოცანა იყო ქართული პაიკის შეწირვა რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი მოგების სანაცვლოდ. საქართველოს საქმე იყო რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა. შენი საქმე იყო სიკვდილი. მათ ვისაც გვიყვარს საქართველო და გვიყვარს ქართველები, ეს არ მოგწონს. ეს შედეგი არ მომწონს. საკმარისად პატივს ვცემ საქართველოს, რომ ვთქვა, რომ საქართველო არის ქართული სახელმწიფო, რომელიც დასახლებულია ქართველი ხალხით, რომლებიც საკუთარ თავს ევროპელად და ნატოლად არ მიიჩნევენ. თქვენ თავს ქართველად მიიჩნევთ და ამიტომ უნდა შეხედოთ ქართულ რეალობას და რეალობა ისაა, რომ საქართველოს საუკეთესო მეგობარი რუსულად საუბრობს, არა ინგლისურად, არა ფრანგულად, არა გერმანულად, არამედ რუსულად. შენი საუკეთესო მეგობარი შენი ჩრდილოეთით მდებარე მეზობელია, რადგან ეს საუკეთესო მეგობარი შენზე ზრუნავს, რადგან რაც საქართველოს ემართება, რუსეთსაც ემართება. თქვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ, თქვენ ისტორიულად დაკავშირებული ხართ, თქვენ გეოგრაფიულად ხართ დაკავშირებული, ეკონომიკურადაც დაკავშირებული ხართ, მაგრამ თქვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გეუბნებიან, რომ უნდა შეაქციოთ ზურგი თქვენს რუს მეზობლებს, უნდა გახდეთ რუსი მეზობლის მტერი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ტრობა საქართველოს სიკვდილია, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საქართველოს გავწიროთ უფრო დიდი მიზნებისთვის. ჩვენ მზად ვართ გავწიროთ ქართველი პაიკი, რათა მათ უკრაინელი რაინდი თავის ადგილზე დააყენონ. როგორც საქართველოს მეგობარი, როგორც ადამიანი, რომელსაც ყავს ქართველი ცოლი და ოჯახი საქართველოში, მეგობრები საქართველოში, მე ამით კმაყოფილი არ ვარ და არც საქართველოს მთავრობა და ქართული ოცნების პარტია კმაყოფილი. გაოცებული ვარ ქართული ოცნების სტრატეგიული აზროვნებით. ვაკვირდები მათ. იცით, თავიდანვე გაკვირვებული ვიყავი, როდესაც ქართული ოცნება პირველად მოვიდა, როდესაც ერთ-ერთი რამ, რაც მათ გააკეთეს, იყო კონსტიტუციური ცვლილება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციურად საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს ნაწილი. და მე ვფიქრობდი, რომ ვაუ, ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის, მაგრამ უკან რომ ვიხედები, ვამბობ, რომ ეს ბრწყინვალე ნაბიჯი იყო, რადგან თქმა და რეალურად ევროკავშირისა და ნატოს ნაწილად გახდომა ორი სრულად განსხვავებული რამ არის. თუმცა ამან საქართველოს დრო მისცა, რომ გამოსულიყო სააკაშვილის რთული პერიოდიდან. გახსოვდეთ, ივანიშვილის მოსვლას წინ უძღოდა სააკაშვილის პრეზიდენტობის ვადა. ეს არის ადამიანი, რომელმაც 2008 წელს იმ ომში ჩაგითრიათ. ქართული ოცნების მთავრობამ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს სააკაშვილის ბრალი იყო და ჩვენ ვიცით ამის ისტორია. ჩვენ ვიცით ის, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ყურში ჩასჩურჩულა, მისცა დაპირებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იყო. ქართული არმია მობილიზდა, სამხრეთ ოსეთში გაგზავნეს და შედეგი ისტორიაა. თქვენ დაკარგეთ სამხრეთ ოსეთი, თქვენ დაკარგეთ მთლიანად აფხაზეთი. როდესაც წავიკითხე ქართული ოცნების პლატფორმის შესახებ, ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ისინი არ იყვნენ დაკავებული საქართველოს ტერიტორიების დამატებით დაკარგვით. ისინი იყვნენ დაკავებული აფხაზეთის საქართველოში დაბრუნებით, რადგან ჩემი მეუღლე სოხუმიდანაა, რადგან მისი მშობლები გამოასახლეს სოხუმიდან, რადგან მისი ყველა ბავშვობის მეგობარს სოხუმიდან გაქცევა მოუწია. სოხუმის დაბრუნება ჩემი მეუღლისთვის ბევრს ნიშნავს და თუ ვინმე ოდესმე ყოფილა დაქორწინებული ქართულ ქალზე, ის რაც მნიშვნელოვანია ქართველი ცოლისთვის, მნიშვნელოვანია ქმრისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ქორწინება ბედნიერი არ არის. ასე რომ სოხუმის დაბრუნება, აფხაზეთის დაბრუნება მთავარი პრიორიტეტია, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ეს? ძალით ამის გაკეთება შეუძლებელია. ნატოში გაწევრიანება მას ვერ დააბრუნებს. სინამდვილეში აფხაზეთი შხამის აბია. საქართველო ვერასდროს შეძლებს ნატოში გაწევრიანებას, სანამ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არ იქნება. ნატოში გაწევრიანების ცდილობით კი თქვენ გარანტიას იძლევით, რომ რუსეთი არასდროს დაუშვებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას. ამან შექმნა ეს მუდმივი, ეგრეთ წოდებული სიკვდილის სპირალი, საიდანაც საქართველო ვერასდროს გამოვიდოდა. მაგრამ ივანიშვილის ესმოდა საქართველოში პოპულარულად უკიდურესად პროდასავლური ტენდენციების გათვალისწინებით, რომ ის თუ პირდაპირ იტყოდა, ოჰ, არა, ჩვენ არ გავხდებით ევროკავშირის ნაწილი, ჩვენ არ გავხდებით ნატოს ნაწილი, ჩვენ მჭიდროდ ვიქნებით ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთთან კავშირში, ეს მისი პოლიტიკური დასასრული იქნებოდა, რადგან საქართველო ამისთვის მზად არ იყო, ამას დრო დასჭირდა. ჩემი ქალიშვილი როგორც თქვი, მშვიდობის კორპუსში მსახურობდა, ის გორში იმყოფებოდა, გორის მახლობლად მდებარე ქალაქში. გორი 2008 წელს რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს და ის ცხოვრობდა ოჯახში, რომლის წევრიც
იმ კონფლიქტში იბრძოდა და ისინი რუსული ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ და ეს დიდი სიმწარეა, ეს არის რეალობა. ბევრი რუსია, ბევრი ქართველია, რომლებიც გაბრაზებულია რუსეთზე, იმის გამო, რაც მოხდა აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში 2008 წელს. მაგრამ ეს იყო სააკაშვილის ომი. როგორ უნდა აღდგეთ ამისგან, როგორ უნდა გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან? შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ ისარგებლა ამით, როდესაც ეს არასამთავრობო ორგანიზაციები წაახალისა რეჟიმის შესაცვლელად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ქართული ოცნება ჩვენს ხედვას არ შეესაბამებოდა. ჩვენ გვინდოდა უფრო აქტივისტური მთავრობა. ჩვენ გვინდოდა მთავრობა, რომელიც არ იქნებოდა დაინტერესებული საქართველოს შენარჩუნებით, არამედ მზად იყო საქართველო გაეწირა. ასე რომ ჩვენ გამოვიყენეთ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსდნენ USAID-ის ფულით, შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფულით და რომლებსაც ზედამხედველობას უწევდა დემოკრატიის ეროვნული ფონდი, რომელიც 1986 წელს შეიქმნა CIA-ის სამუშაოს შესასრულებლად. მედის ყველა სამუშაოს ადრე CIA ასრულებდა რეჟიმის შეცვლის მიზნით, მაგრამ შემდეგ ეს წინააღმდეგობრივად ჩაითვალა. ამის შემდეგ უბრალოდ ვიტყვით, რომ ეს რეჟიმის შეცვლა არ არის. რეალურად კი ეს რეჟიმის შეცვლაა. ყველაფერი, რაც შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ საქართველოში გააკეთეს, ქართული ოცნების ჩანაცვლებას ისახავდა მიზნად ქართული ოცნების ისეთი მთავრობით ჩანაცვლებას, რომელიც მზად იქნებოდა რუსეთთან ომზე წასულიყო და უკრაინას დახმარებოდა. ის, რაც საქართველომ ქართული ოცნების მთავრობამ გააკეთა, გენიალური იყო. მე უყურებდი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის წარდგენას. როდესაც პირველად წარადგინეს და შემდეგ უკან გაიწვიეს და ყველამ თქვა, შეხედეთ რა სუსტია ქართული ოცნება, ისინი სუსტები არ არიან. მათ კანონი წარადგინეს და შემდეგ დააკვირდნენ, ვინ რას აკეთებდა და როგორ რეაგირებდა. შემდეგ კანონი გააუქმეს. მათ თავიანთი მოქმედებები დაალაგეს და შემდეგ ჯერზე, როდესაც კანონი წარადგინეს, მათ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ მის გასამართლებლად და როგორ გადაერჩინათ იგი. ეს კარგი კანონია. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი რუსული კანონი არ არის. ეს პროქართული კანონია, რადგან უნდა გესმოდეთ, რომ USAID-ის მიზანი არ იყო ქართველების დახმარება. ის მიზნად ისახავდა საქართველოს განადგურებას. დემოკრატიის ეროვნული ფონდი არ ითვალისწინებდა საქართველოს დახმარებას. საქმე ეხებოდა საქართველოს განადგურებას, ქართული ოცნების განადგურებას, მის ჩანაცვლებას ისეთი მთავრობით, რომელიც მზად იქნებოდა საქართველოს რუსეთთან ომში ჩაეთრია, იმის მიუხედავად, რომ ეს საქართველოს გაანადგურებდა. მაგრამ არ აუშავს, რადგან შენ შესაწირად გამზადებული პაიკი იყავი და ქართულმა ოცნებამ არ ისურვა პაიკად ყოფნა. ასე რომ მათ ეს კანონი მიიღეს. ახლა კი იცით, ამის შედეგებს უმკლავდებიან. საქართველოში დიდი თანხა ჩაიდო. მე მჯერა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების და გულწრფელად მჯერა, რომ ბევრი ქართველია, ვინც მტკიცედ ეწინააღმდეგება ქართულ ოცნებას. ქართული ოცნების პოლიტიკის წინააღმდეგ ყოფნა კანონის საწინააღმდეგო არ არის. მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულ ოცნებას აქვს პოლიტიკური პოზიცია, რომელსაც მე ვეთანხმები, არნიშნავს, რომ ის ყველა ქართველისთვის სწორია. საქართველოში დემოკრატია და ხალხს დემონსტრაციების უფლება აქვს, მაგრამ თუ ფულს შეერთებული შტატებიდან იღებთ, თუ ფულს ევროპიდან იღებთ, თქვენ საქართველოსთვის კი არა, იმ მთავრობებისთვის მუშაობთ, რომელსაც საქართველო არ ადარდებთ. შეხედეთ, რა სწრაფად მიგატოვათ შეერთებულმა შტატებმა. ეს მეგობარი აქტი, საქმე მეგობრობას სულაც არ ეხება. საქმე საქართველოს განადგურებას, საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ეხება. რაც შეეხება ევროპას, ყველა იმ ქართველს, ვინც უვიზო მოგზაურობაზე ოცნებობს, რათა მდინარე სენის ნაპირზე ლატე დალიოს, ახლა ამის აკრძალვით ემუქრებიან. ახლა იზოლირებული ხარ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც წესით შენი მეგობრები უნდა იყვნენ. რატომ? იმიტომ რომ თავს არ იკლავ. ვინ არის შენი მეგობარი? დღეს საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ კარგად მიდის. ფიქრობ, ბოლო 2 წლის განმავლობაში 10%-იანი ზრდა გქონდათ. შესაძლოა ის 12%-ისკენ ავიდეს. რატომ? იმიტომ რომ თქვენ რუსეთს სანქციები არ დაუწესეთ. თქვენ არ ჩაერთეთ იმ ეკონომიკური თვითმკვლელობის ტალღაში, რომლისკენაც ევროპა გიბიძგებდათ. და შედეგად თქვენ გაქვთ ჯანსაღი ეკონომიკა რუსეთის წყალობით. რუსეთმა არ მიგატოვათ და თქვენ არ მიგიტოვებიათ რუსეთი. მაშ რას ვფიქრობ მომავალში? ვფიქრობ, საქართველოს უნდა გაიგოს, რომ თუ გჯერა ისეთი საქართველოსი, რომელსაც აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების პოტენციალი, მაშინ საქართველოს არ შეიძლება იყოს ევროპის ნაწილი, რომელსაც ეს არ აინტერესებს. ბოლოს როდის მოხდა, რომ ევროპელებმა იბრძოლეს დიდი მონდომებით აფხაზეთის საქართველოსთვის დასაბრუნებლად, შეერთებულმა შტატებმა როდის იბრძოლა დიდი მონდომებით სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისთვის? არა, ისინი იბრძვიან დიდი მონდომებით, რათა თქვენ შეუერთდეთ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დასახმარებლად. ამ გადატრიალებაზე, რომელზეც ვისაუბრეთ, უკრაინაში უამრავი ქართველია, ქართული ლეგიონი. ისინი იარაღს აგზავნიან და მზად არიან ძალადობრივი აქტები განახორციელონ ქართველების წინააღმდეგ. ამ ხალხს ეს არ აინტერესებს. მე ჩემს პირველ პრინციპებს უბრუნდები. როდესაც საქართველოზე ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ უნიკალური კულტურა, ცხოვრების შესანიშნავი წესი. მათ აქვთ ოჯახური და ტრადიციული ღირებულებები, რაც ძალიან მიმზიდველად მიმაჩნია. ქართული ოცნების პარტიის წევრები ამ ღირებულებებს იზიარებენ. ადამიანები, რომლებიც ქართული ოცნების წინააღმდეგ არიან, ძირითადად ასე არ ფიქრობენ. ისინი არ იზიარებენ ქართულ ღირებულებებს. მათ ევროპული ღირებულებები აქვთ.
ამერიკული ღირებულებები საქართველოს მსხვერპლად შეწირავს გულისხმობს და ის ქართული ლეგიონის წევრები საქართველოს მომხრეები არ არიან. სინამდვილეში ისინი საქართველოს წინააღმდეგ არიან. რადგან თუ გინდა რომ ქართველები უკრაინისთვის დაიღუპონ, ეს ნიშნავს რომ სინამდვილეში არ ფიქრობ იმაზე თუ რა არის საუკეთესო საქართველოსთვის. არ ვიცი რას გვიმზადებს მომავალი. ვფიქრობ რომ ქართული ოცნების პარტია მტკიცედ აკონტროლებს სიტუაციას. მე ვფიქრობ რომ ისინი სტრატეგიულად აზროვნებენ და ვფიქრობ რომ მათ ესმით თუ რა მიმართულებებით უნდა იარონ. თუმცა ეს უნდა იყოს მიმართულება, რომელსაც ქართული ხალხი მხარს დაუჭერს. არ მჯერა რომ ქართული ოცნება საქართველოს მოსახლეობას რამეს მოახვევს თავს. ვფიქრობ ქართული ოცნება უკრაინისთვის ომში მსხვერპლად თავის გაღებას ერიდება და რუსეთთან კარგი ეკონომიკური ურთიერთობების ხელშეწყობას გააგრძელებს და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლოა რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობები ნორმალიზდეს. მაგრამ ქართულმა ხალხმა ამას მხარი უნდა დაუჭიროს. ეს არ შეიძლება იყოს ისეთი რამ, რასაც ქართულ ხალხს თავს უნდა ახვევდნენ. ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ. ყველას, ვინც ამ გადაცემას უყურებს, ვკითხავდი: სოხუმის დაცემიდან მრავალი წელი გავიდა. ეს ჩემთვის პირადული ამბავია. ჩემი სიმამრი ინსტრუქტორი იყო სუბტროპიკულ ინსტიტუტში, რომელიც მდინარე კელასურის ზემოთ მდებარეობს. ის 62 წლის იყო, როდესაც სხვებთან ერთად სოხუმის ბატალიონში გაიწვიეს. მათ კელასურის ხიდის დაცვა დაევალათ. როდესაც ქალაქი დაეცა, მან და მისმა კოლეგებმა 60 წლის მამაკაცებმა თავიანთი პოზიცია შეინარჩუნეს და ხიდს იცავდნენ საბრძოლო მასალის ამოწურვამდე. შემდეგ კი მას კოდორის ხეობა უნდა გადაევლო და თუ ამ ისტორიას შეისწავლით, მიხვდებით რა მოხდა იქ. მკვდარი ბავშვები, მოხუცი ქალები, რომლებსაც აღარ შეეძლოთ სიარული, რომლებიც დაიღუპნენ, გაყინულნები დაიღუპნენ. მან ეს ლაშქრობა ათასობით სხვა ქართველთან ერთად გაიარა. დღეს ეს ყველაფერი დავიწყებას მიეცა. ესენი თქვენი მოქალაქეები არიან, ესენი თქვენი ხალხია, მათ დაკარგეს სახლი. რას აკეთებთ თქვენ ქართველებო ამასთან დაკავშირებით? რას აკეთებთ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით? იქ მცხოვრებ ქართველებთან, 10,000-ობით ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც საკუთარი სახლებიდან გამოასახლეს? რას აკეთებთ მათ საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად? იმიტომ რომ ეს თქვენი ხალხია, ესენი არიან ქართველები. ჩვენ სწორედ საქართველოზე ვსაუბრობთ. თუ უკრაინისთვის რუსეთთან ბრძოლის გზებზე ხარ კონცენტრირებული, არასწორია შენი კონცენტრაცია. თუ ქართველი ხარ, პირველ რიგში საქართველოზე უნდა იყო კონცენტრირებული. იმაზე თუ რა უნდა გაკეთდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად. ეს იარაღის ძალით არ მოხდება. ეს მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს რესპუბლიკას შორის კარგი, მტკიცე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით შეიძლება. იცით, მოსკოვში ერთი ბატონი გავიცანი, მამუკა ფიფია. ის აქ არის და კარგ საქმეს აკეთებს. ანუ ვიცი რომ ის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი არ არის, მაგრამ ყოველდღიურად ხედავ როგორ ურთიერთობს რუსებთან. ეს კაცი ყველაზე პროქართულია. ის იცავს ქართულ ღირებულებებს, ის იცავს საქართველოს და მხარს უჭერს აფხაზეთის, ოსეთის დაბრუნებას და ურთიერთობების ნორმალიზებას. სწორედ ასეთი ადამიანები უნდა მიიღოს და დაუჭიროს მხარი საქართველოს საზოგადოებამ. პოლიტიკა თქვენი საქმეა, მე ამერიკელი ვარ. ჩვენთან სახლში საკმარისი პრობლემები გვაქვს და მე მათ მოგვარებაზე უნდა ვიყო ორიენტირებული. მაგრამ როგორც ვთქვი, მე ქართველი ცოლი მყავს. ამიტომ საქართველო ჩემი პრობლემაა. მე ვსწავლობ საქართველოს და მჯერა რომ საქართველო რუსეთთან მშვიდობის ტრაექტორიაზე უნდა იყოს და რომ ეს არის გზა, რომელიც საქართველოსთვის საუკეთესოს მომტანია. რადგან თუ საქართველო აირჩევს ევროპის გზას, შეერთებული შტატების გზას, თქვენ მხოლოდ ომს, სიკვდილს, გრევას მიიღებთ და ვერასდროს ნახავთ გაერთიანებულ საქართველოს. თქვენ ნახავთ განადგურებულ საქართველოს. თურქეთი უკვე საუბრობს აჭარაზე, თურქი მესხების დაბრუნებაზე. მოგეხსენებათ, სუსტი საქართველო, ახალეჩილი საქართველო არის საქართველო, რომლის დაშლაც შეუძლიათ სომხებს, აზერბაიჯანელებს და თურქებს, რომლებიც გვერდიდან ელოდებიან სისუსტის ნებისმიერ ნიშანს. საქართველო ოცნებობს არა სისუსტეზე, საქართველო ოცნებობს რომ დაიბრუნოს თავისი კუთვნილი სტატუსი და მე ქართველი რომ ვიყო, სწორედ ამ მიმართულებით ვივლიდი. If I were a Georgian, that'd be the direction I'd be heading. So, Mr. Ritter, thank you so much for your time and for your insights. It was ბატონო რიტერ, დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო და იმისთვის რომ თქვენი მოსაზრებები გაგვიზიარეთ. დარწმუნებული ვარ ძალიან დაგვეხმარება ყველაფერი იმის მოსმენა, რაც საქართველოზე თქვით. იმ გარემოცვაზე და პირობებზე, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. მე გეთანხმებით, რომ ეს არის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება ამ ისტორიულ მომენტში. იმედი მაქვს, რომ დადგა დრო ამ ცვალებადი სამყაროს პირობებში, როცა ჩვენ მოვახერხებთ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას და ქვეყნის იმ ხაფანგიდან გამოყვანას, რომელშიც ის მოქცეულია ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ გმადლობთ ამ საჭირო საუბრისთვის. our country inside. So thank you so much for this kind words. Thank you for me. დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ.